მე ვფიქრობ გუშინ არა იმდენად ისტორიული, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ხაზგასმით ვამბობ. ამას განაცხადება მიიღო სინოდმა, რომელიც შეიკრიბა დღის 2 საათზე და 6 საათზე სინოდის ბევრი წევრი არც იყო გამოსული საპატრიარქოდან. სინოდის ხდომა 6-ის ნახევარზე, ვიტყვი ასე, დასრულებული ჯერაც არ იყო. ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს უმაღლესმა სასულიერო იერარქებმა. ერთი და მთავარი და მნიშვნელოვანი ასაკის ცენზთან დაკავშირებით. იცით თქვენ რომ დღევანდელი დებულების თანახმად 70 წლისა და 1 საათისაც რომ იყოს რომელიმე კანდიდატი, ის ვერ გახდება პატრიარქი და იქნება და შეიცვალოს ეს წესი, ეს დებულების ეს ჩანაწერი უკვე შემდგომ ხდომაზე სინოდისა, რომელიც თავის მხრივ 24 აპრილს გაიმართება თუ არ ვცდები და არ ვცდები. და მეორე საკითხი, რაზეც იმსჯელეს და შეუვალები იყვნენ უმაღლესი სასულიერო იერარქები, რომ პატრიარქობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი საღვთისმეტყველო სასულიერო განათლება და სასულიერო განათლება რაღაცა არა აქვს ამ შემთხვევაში მეუფე ისაიას შესაბამისად ავტომატურად, მოდი ასე ვიტყვი, გამოირიცხა ამ რამდენადაც ვკითხულობ, რამდენადაც ვეცნობი მის შესახებ ინფორმაციებს და ანალიზს ცალკეული პატიოსანი მოქალაქეებისა, ამ ძალიან კარგ კაცს რამდენად არის ერთადერთი კრიტერიუმი კარგი კაცობა პატრიარქობაზე, ხო პატრიარქო კადრო იყო გამორჩეული, რასაკვირველია არ არის კარგი კაცი, დადის თბილისში სულ უფრო ცოტა, მაგრამ დადიან მაინც. ქვეყანაში ცოტა, მაგრამ არიან როგორ არა. ამ ყველას ხო ვერ გამოარჩევ. მოკლედ ისაიას უთხრეს პრინციპში, რომ არა, იმის გამო, რომ ის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს, დებულებას ვერ და ვერაფრით შეცვლია. აი, დანიელს ეს არ უთხრეს. დანიელს უთხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკვე ხართ 70 წლის, ანუ 1955-შია ეს კაცი დაბადებული და შესაბამისად 71 წლის გახდება ძალიან მალე. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ იმსჯელებთ და იქნება და მოხდეს, რომ დავუშვათ, გამონაკლისი დავუშვათ თქვენი კანდიდატურა საპატრიარქო ტახტზე არჩევის პროცესში და მე უკვე უკეთესთა შორის გამოარჩიოს სინოდმა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, ოღონდ ირონიის ნასახი არ არის აქ, არ გეგონოთ, პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა კურთხევით, სეციური საქართველოსთან და სულიწმინდაც იქნება გადმოვიდეს ჩვენზე და გვიკარდახოს, ვინ უნდა იყოს საჭეთ მყრობელი, მომავალი საჭეთ მყრობელი ამ ავტოკეფალური სამოციქულო ქართული ეკლესიისა, მადლმოსილი ეკლესიისა, ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილისა, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ქვაკუთხედისა, განსაკუთრებით, რასაკვირველია თუ ბოლო პერიოდზე ვილაპარაკებთ 1977-78 წლიდან, იმიტომ რომ ილია მეორე მართლა განამტკიცა ქრისტიანობა, სხვა საქმეა ხარისხი, მაგრამ განამტკიცა მასობრივი გახადა ქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში ყველას გონია მინიმუმ. ან ასე იცის ყველამ, რომ ყველაზე უფრო მარტვილი და ყველაზე უფრო წამებული ქრისტიანობისთვის სწორედაც რომ ის არის, ოღონდ მეორე დღეს გამოდიან და დედას გაგინებენ, ესეც ფაქტია. ანუ ოღონდ არც მოინანიებენ ხოლმე რომელიმე ერთ მეუფესთან თუ მამაოსთან, სამღვდლო პირთან. კარგია, მაგასაც თავი დავანებოთ. მოკლედ ილიას დროს რასაკვირველია იდენტობის ნაწილად იქცა, მაგრამ მანამდეც იდენტობის ნაწილი იყო, ვიდრე რუსები ავტოკეფალიას გაგვიუქმებდნენ. განსაკუთრებით თქვათ, როცა ჩვენ გვყავდა მართლა დიდი წმინდანები, მაგალითად კეთევან წამებული, ხო? სხვები და სხვების, მაგრამ აი კეთევან წამებული ცხადია, ალბათ ამ სხვებშიც უნდა გამოარჩიო და თქვა მასზე რომ ის უმასშტაბურესი პერსონა იყო. თუმცა სხვების არ უნდა დაგვავიწყდეს, რასაკვირველია და სხვებზეც უნდა გავამახვილოთ ხოლმე ყურადღება. საქართველო იბრძოდა ქრისტიანობისათვის, საქართველო იბრძოდა ქრისტესათვის და ეხლა რამდენიმე ვახტანგ გორგასალიდან დაწყებული ეპერეკლეს ჩათვლის მეთქი ასე ვიტყვი, ხო, რამდენიმე ისეთი მონარქის გამორჩევაც შეიძლება, რომლებმაც იბრძოლეს ქრისტესათვის და თავი დადეს ქრისტესათვის, ანუ ბოლომდე შეებრძოლებოდნენ ხოლმე დამპყრობელს, ოღონდ გასულ საუკუნეებში ყველაზე დიდი დამპყრობელი ვინც აღმოჩნდა, კეისი, თქვენ 1801 წლიდან შემოსული რუსეთი, რომელმაც სწორედაც რომ ჩვენს ქრისტიანობას დაარტყა და რუსული ციფრის ნაწილად
გადაწყვიტა რომ ექცია რუსული სივრცის ნაწილად ჩვენი ეკლესიაც, ჩვენი სამოციქულო ხაზგასმით ვამბობ, ეკლესია რუსები სულ გეჯიბრებიან და ვერასდიდებით ვერ ჩაუყლაპავთ, მოუნელებიათ ის რომ შენ უფრო ძველი ხარ ქრისტიანობის მცველთა შორის, თუმცა ის მცველი კი არა მტერია ქრისტიანობისა, ამის დასაბუთებაც პრინციპში არ არის რთული. მოკლედ, ისაია გამოეთიშა პრაქტიკულად, 3 კანდიდატი იქნება მაღალზე მაღალი ალბათობით. დანიელს ალბათ მაინც მისცემენ შესაძლებლობას, ანუ დებულების ის ჩანაწერს გააუქმებენ დროებით ან გააუქმებენ სამუდამოდ და 3 კანდიდატი იქნება. ვინ გავა ფინალში? ვერ გეტყვი. ესე იგი 3 კანდიდატია: მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე დანიელი. რო გითხრათ რომ რომელიმესკენ მიმიწევს გული მეთქი, რო გითხრათ რომ მე რო ვიყო სინოდის წევრი, აი მეორეზე შევაჩერებდი არჩევანს შემსას და აი მესამეზე კი არაა და არასდიდებით მეთქი, ტყუილი გამომივა. თუ მაინც და მაინც, ხო, მე თუ გკითხავთ ამ 3-დან მომიტევებს დანარჩენი 2, მაგრამ მეუფე იობი თუ მაინც და მაინც უნდა მივცემე ხმა, ცხადია არ უნდა მივცე, მაგრამ აი რო იყოს შესაძლებლობა და გარდაუვალი აუცილებლობა ჩემი ხმის დაფიქსირებისა, მე მეუფე იობს მივცემდი ხმას, აქვე ვიტყვი რომ სწორია და კარგია რომ ფარული იქნება კენჭისხლა და მეუფე შიოს არ ეცოდინება, ან მეუფე დანიელს არ ეცოდინება, ან იობს, ან კანდიდატი ვინც იქნება მას, ვინ ვისცა ხმა, კი, ყველა ვხვდებით პრინციპში, მაინც ვხვდებით, ვინ ვისკენ არის, მაგრამ ზოგიერთი ვისკენ არის, ეს შეიძლება არც ვიცოდეთ ბოლომდე, კარგად არ იყოს გასაგები ჩვენთვის. ახლა ერთი კითხვა მაქვს ასაკობრივი ცენზთან დაკავშირებით და ცოტა რთული წინადადების წარმოთქმა კი მომიწევს, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რომ ასაკობრივი ცენზი წარმოვიდგინოთ 1977 წელს, როცა პატრიარქი ილია მეორე გახდა პატრიარქი, ილია იმ ხანად ყოფილიყო არა ახალგაზრდა კაცი იყო 77-ში, ხო, მართლა 59 წელი იყო უკვე შემდგომ პატრიარქი და ვერც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა 77-ში რომ 59 წლის განმავლობაში იქნებოდა პატრიარქი ილია მეორე, მაგრამ წარმოვიდგინოთ რომ ილია მეორე იყო 71 წლის, ან 70 წლისა და 3 დღის პირობითად. აი სწორედ მაშინ გარდაიცვალა დავით მეხუთე და უნდა შეარჩიონ პატრიარქი. ილია მეორე არის იმხანად 70 წლის, 71 წლის. უკვე არის 70 წლის. მაშინ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო სინოდს და გაფართოებულ კრებას და სინოდს სხვა ჟვითქალების მონაწილეობდნენ არჩევნებში. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო? არა, ცხადია რომ ილია მეორებს საკუთარი თავი ზერწა და ჩორკნა ამ 59 წლის განმავლობაში და მანამდელ პერიოდშიც ის მაღალი სასულიერო იერარქი იყო, მაგრამ განსაკუთრებით სწორედ 77 წლის მიწურულიდან 78 წლის დასაწყისიდან მას ჰქონდა ფიასკოებიც, მაგრამ ის იმარჯვებდა. მას ჰქონდა წარუმატებელი წლებიც, მაგრამ მას ჰქონდა უაღრესად წარუმატებული პერიოდებიც, ეპოქა შექმნაო, ასე რომ ამბობთ კი არ ვაჭარბებთ. მოგწონს ილია მეორე, არ მოგწონს, ამაზე არ ვლაპარაკობ, 59 წლის განმავლობაში მართლა უგვანი სხვებზე არ ვიტყვი, ტაბლიაშვილი დაგესვათ კათალიკოს პატრიარქად, ისის ეპოქას შექმნიდა და ეცნებოდა ყოველ შემთხვევაში გამოუვიდოდა. ამეს იტყოდა. ორჯერ ეპისტოლეს გამოაქვეყნებდა საკუთარს, ორჯერ არა, მეტჯერ, მაგრამ პირობითად ორჯერ. ხო და ილია მეორემ შექმნა ეპოქა, გამოძერწა საკუთარი თავის, გამოჩორკნა და აი მღვდელმსახურები, უმაღლესი იერარქები, რომლებიც ახლა შეიძლება მივიდნენ გადაწყვეტილებამდე და დატოვონ დებულების ეს ჩანაწერი. დანიელს რომ უკრძალავენ ამით რეალურად. ხომ არ ვკარგავთ ჩვენ დანიელის სახით, მე არ მგონია რომ ასეა, მაგრამ თეორიულად ხომ არ ვკარგავთ ჩვენ დანიელის სახით, რამდენი წელიც უნდა იყოს ის, ან უნდა ყოფილიყო პატრიარქი, დიდ პატრიარქს. მე საერთოდ მომხრე ვარ იმისა, რომ ჭრდილქვეშ კი არ დარჩეს მომავალი პატრიარქი ილია მეორის ჭრდილქვეშ, არამედ საკუთარი თავი გამოძერწოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ სიტყვას, საკუთარი პიროვნება გამოჩორკნოს, გამოთალოს საქართველოს ისტორიაში. არ მინდა ვთქვა სიტყვა ასეთი გაეჯიბროს ილია მეორეს, მეთქი ეს რთულიც იქნება და შეჯიბრი, როგორც ასეთი კონკურენცია, როგორც ასეთი გასაკვირველია მოსატანის სიტყვას არ არის ვაღიარებ, მაგრამ თავისი მძიმე სიტყვა, რამდენი წელის იქნება მომავალი პატრიარქი გვავი მეორებს 3 შესაძლო კანდიდატია შიო, დანიელი და დანიელი გადაწყვეტილი არ არის ოღონდ და იობი, ხო, ამ საკუთარი სიტყვა ერთმაც უნდა თქვას მეორემაც და მესამეც და თუ ვინმე მეოთხე გახდება პატრიარქი ან მეხუთე, ხო, რომელსაც ახლა ვერ ვასახელებ, უბრალოდ ინფორმაცია არ მაქვს მათ თაობაზე, ისიც უნდა ეცადოს იმას, რომ საკუთარი
საკუთარი მძიმე სიტყვა თქვა საქართველოს ეკლესიის და ქვეყნის ისტორიაში ბარემ ვიტყვი რომ რა მისიას ვაკისრებთ ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკია მაგრამ აი საერთოდ ჩვენ მრევლი 700,000 კაცი გამოსული ქუჩაში რომელიც გლოვობდა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას რა მისიას აკისრებს მომავალ პატრიარქს რას ეუბნება როგორი უნდა იყოს ის ჩემი ღრმარწმენით ის უნდა იყოს საერო მოღვაწეც გაგიკვირდებათ და ეს არ ნიშნავს იმას რომ ეკლესია უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და არც იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო უნდა ერეოდეს ანუ კონკორდატის ეს თავარი დებულება თავარი მუხლი უნდა დაცული იყოს რასაკვირველია მაგრამ საერო სიტყვა კვლავ წმინდა სიტყვა მოვფინოთ ხაუშიშრად მოვფინოთ ხალხში ეს კი უნდა თქვას მომავალმა პატრიარქმა და ძალიან ტექნიკურად იმიტომ რომ მონსტრები ებრძვიან აქაური ბიზნდა ივანიშვილის თავკაცობით შეებრძოლებიან და იქაურებიც შიგნით მონსტრებიც ესე ვიტყვი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ფრთხილად დიპლომატიურად და ასე შემდეგ მან მომავალმა პატრიარქმა არ ილაპარაკოს სიმართლეები ბევრ საკითხს მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული ოცნების სიავეებზე ქართული ოცნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ქიმიური არახზე ბავშვების და ახალგაზრდების გამოკეტვაზე საპატიმროებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ასე ესეც არის მომავალი პატრიარქის მისია მეთქი და არ მინდა ვთქვა რომ დაეწევა ოდესმე ან გადასწოლის ილია მეორის ავტორიტეტს რასაკვირველი ამაზე არ შეიძლება ლაპარაკი გაჯიბრებაზე არ შეიძლება ლაპარაკი მაგრამ ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ბუტაფორია მართლად ვიქნები გაგებული უბრალოდ ის პირი რომელიც ჩაესვენა საპატრიარქო ტახტში და დაკომპლექსდა იმის გამო რომ წინარე პატრიარქი იყო ასეთი მასშტაბური ქართული საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის გაგებით და გააზრებით 9 მილიონი მოქალაქე რომ მივიდა არა მეტი მივიდა მილიონი რომ მივიდა რას ვეუბნებით ჩვენ პატრიარქს როგორი მომავალ პატრიარქს როგორი გვინდა აი ამ ადამიანებს როგორი უნდათ რომ იყოს მათი პატრიარქი მოკლედ 77 წელს ილია მეორე რო ყოფილიყო 71 წლის ამ დებულებით ვერ იყრიდა კენჭს და არა და 77-დან 78-დან ვიდრე 2026-მდე ილიამ რა არ გააკეთა იმხანად არც იცოდა ქართულმა საზოგადოებამ რომ ესეთი ბევრი საქმის გამკეთებელი მასშტაბური კაცი მოდიოდა ეკლესიის სათავეში ხო წარმოუდგენელი იყო რომ სწოდნოდა კიდეც და ისევე არ ვიცით ჩვენ მაგალითად ისაია ალბათ მაინც ვეღარ იქნება კანდიდატი თუ 24 აპრილს რამ საოცარი არ მოხდა და არ დაუშვეს და საღვთისმეტყველო განათლების გარეშე კანდიდატი იყავი კანდიდატი იქნება ისაიაო ეს არ თქვეს ან ნებისმიერი ვისაც არ აქვს საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება ხო მაგრამ აი მოცემულ ეტაპზე და 99%-იანი ალბათობით ისაია ვერ იქნება და რას ვკარგავთ იცით მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ ისაია მიუხედავად იმისა რომ საღვთისმეტყველო განათლება არ აქვს ვინც ის და იქნება უკეთესი პატრიარქიც კი ყოფილიყო ან იყოს ვიდრე დასახელებული ხსენებული სამი კანდიდატი და მხოლოდ ის თუა ბარიერი და არის ეს ბარიერი რომ საღვთისმეტყველო განათლება არ აქვს რო აქვს აბადიეთ შიომუჯის კარგი გავანებოთ თავი აი სპირიდონი როა ის არ არის პატრიარქობის კანდიდატი ერთ-ერთი რეგიონის ეპარქიაში ხო არც მახსოვს რომელ და სამშემზე კარგად იციან ცხადია ამ საქმის მცოდნეება ის სპირიდონი რომელიც რაღაცა ბავშვთა სახლი პანსიონატი ძალადობა ბავშვებზე და ასე შემდეგ და კიდევ ამბიონებიდან ლაპარაკობს რომ რუსეთი არის ჩვენი ძმა და საქართველოს ლამის რუსეთად უნდა გადაკეთდეს საღვთისმეტყველო განათლება რო აქვს თუ აქვს ამ კაცს ხო რას დავწერჩავ ხო ვნახოთ სპირიდონ თეორიულად ეს ჩვენი სპირიდონი თუ რუსების სპირიდონი სპეგვარია ხო სპირიდონი ქვია სპირიდონი აი მე მგონი მეშლება არ მეშლება სპირიდონი ხალთელი მთავარ ეპისკოპოსი ეხლა და ეს კაცი თეორიულად წარმოგიდგენიათ რომ კანდიდატი იყოს ესე იგი გეტყვით დიაკვნად კურთხევა უბრალოდ კურთხევა ბერად აღკვეცა ეპისკოპოსად კურთხევა 24-2006-ში მთავარ ეპისკოპოსობა 17-2013-ში და ასე შემდეგ ხალთის ეპარქია ქედის შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტები არტო არ წერია სპირიდონი ეს გასობაში გოჩა აბულაძე 50 წელს დაბადებული ყოფილა აი ცენზი რო არ არსებობდეს და ამას რო ქონდეს მონაწილეობის უფლება ის უნდა იყოს კანდიდატი გასაკვირველი არა ხო თეორიულადაც არ უნდა განიხილო კარგით მოკლედ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა ასპირანტი აკადემიკოს ჭავჭანიძის სახელობის მეცნიერ მუშაკად მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე და ასე შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკი ვერაფრით ვერ წავდგოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ბათუმის შემოქმედება კონსტანტინემ ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად იწოდა გრიგოლი
კაი, მოკლედ მე ვერ ვნახულობ ამას აქვს თუ არა, ეხლა უმაღლესი სასულიერო საღვთისმეტყველო განათლება. თეორიულად თუ აქვს, ვიკიპედიაში არ არის ეს პატიცეული? არა, ეს არა არის. კარგია. ხო, მეუფეს დიდონი. და სპირიდონი. მოკლედ, სპირიდონს ხო არ უნდა მიეცეს, თეორიულად არ უნდა დაუშვათ ამ პრინციპში ქართულგვარიან რუსს, ხო? ხელისუფლებად წოდებული ბანდის წანაზარდს არ უნდა მისცე უფლება, რომ იყაროს კენჭი პატრიარქად, ასე ვიტყვი. და რას ვამბობ, ისაიას აუკრძალეს. ისაია ვინიც ის და უკეთესი პატრიარქის შეიძლება იყოს, იობზეც კი, ჩიოზე, სხვებზე და სხვებზე. დანიელზე მათ შორის და ასე შემდეგ, ვინც შეიძლება იყოს კანდიდატი უკვე სამომავლოდ, სავარაუდოდ მაისის დასაწყისში გაიმართება ეს ხდომა და ისაიას ამ ასაკობრივი კი საღვთისმეტყველო ცენზის გამო არჩევნებში მონაწილეობის უფლება წართმეულ ღვთისმსახურებს სპიდან ნაწილს, მაგალითად ხსენებულ ისაიას უნდა გამოეჩორკდა და ახლა შეუძლია ცხადია გამოჩორკდოს საკუთარი როლი, საკუთარი მისია ამ ქვეყნის ისტორიაში. პატრიარქი ვინც არის, იმას ხო ეკისრება და ეკისრება. ეს მისია. ეხლა ისმის კითხვა ერევა თუ არა ბიზინა ივანიშვილი. როგორც ჩანს, ეხლა ორი სიტყვა უნდა თქვა, სწორედაც რომ ბატონ ივანიშვილზე, როგორც ჩანს, უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი არ ერევა ამ პროცესში, უფრო სუსტი რომ ვიყო ის ცხადია, დაინტერესებულია ვინ იქნება პატრიარქი მომავალი და ჩემი მოსაზრებით ის ჯერ დანიელზე, ან დანიელზე და შიოზე დებს ფსონებს, უხეშად 50% ფსონს დებს შიოზე და 50%-ს სწორედაც რომ დანიელზე, ეს ჩემი მოსაზრებით, მაგრამ ღიად ბატონ ივანიშვილი არ ჩანს. ბატონ ივანიშვილი აქტიურებს სამაგიეროდ საკუთარ პროქსი ჯგუფებს, განსაკუთრებით მთავრობის მიღმა, ხელისუფლების მიღმა ვინც არიან და ისინი მიგვანიშნებენ, რომ აი პატრიარქმა ქავის ცოცხლეშივე თქვა, რომ მოსაღდრე არის ეს ადამიანი შიო მუჯირი შესაბამისად, შიო მუჯირი უნდა იყოს პატრიარქი. მე ვფიქრობ და ვეჭვობ და ვაცხადებ ღიად. ემანდ ისე რომ მოხდეს, რომ შიო მუჯირი არ იყოს კანდიდატი კი არა პატრიარქი არ გამოარჩიოს და იობი გახდეს მართლა. აპირებს ხელისუფლებისგან მოქოქილი ეს პროქსი ჯგუფები უცნობები და არა მხოლოდ აღიარონ იობის, ან თუნდაც დანიელის უფლებამოსილება, ძალმოსილება და შიოს არა და გარანტირებული არა აქვს პირველივე ტურში კი არა, მეორე ტურშიც ან იგებს, ან იმარჯვებს, ან არ იმარჯვებს. აქვე ვახსენებ პეტრე ცაავას ეპისკოპოსმა ანტონმა ბრძანაც რამდენიმე ხნის წინ, რომ პეტრე ცაავა არ არის განკვეთილიო. განკვეთილი სინოდის წევრი კვლავაც არისო. პეტრე ცაავამ რამდენადაც სირკვევა მიმართა საპატრიარქოს და შეიძლება გამოჩნდეს სინოდის ხდომაზე. მესმის რომ სხვები დაუპირისპირდნენ, მაგრამ ეხლა მართლა რაღაცა ჯოხს ვერ დრუზავენ თავში, მაღალი ალბათობით, აქ რატო მოხვედი? მაღალი ალბათობით საპატრიარქოში არც შეუშვებენ უშუალოდ ტერიტორიაზე, მაგრამ მაინც და საპატრიარქოში კი არა, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება არჩევნები, საკითხად ვწდები. გაიმართება სინოდის ხდომა და მანამდე გაფართოებული ხდომა, რომელსაც ეგრა მაგის პასუხია დაესწრება ლამის 304 კაცი. რომ ვიცოდით, მაინც იქ სივრცეებიც ხოლმე იყოს დარჩენილი და მოკლედ გადაივსება სამების საკათედრო ტაძარი. პეტრე ცაავამ შეიძლება აურიოს არტებული კონოტაციით ლაპარაკობ უარყოფითად არა, იქ ის სცენარი, რომელ სცენარშიც მიდის შიო მუჯირი, პირველ ყოვლისა, რომელ სცენარსაც აპყალიბებს პირველ ყოვლისა შიო მუჯირი. ბიზნესს რო დაუბრუნდეთ, ბიზნესს რასაკვირველია, აინტერესებს ვინ იქნება პატრიარქი, არ ერევა ასე ღიად, როცა ვთქვი, რომ არ ერევა მეთქი ღია ჩარევა იგულისხმე, არ ერევა ასე ღიად, თუმცა თავის ჯგუფებს აქტიურებს და მათ შორის არა მხოლოდ მთავრობის მიღმა, ხელისუფლების მიღმა პირებს, იმიტომ რომ გამოხდებიან და გამოტყრებიან კიდე სხვებიც გარდა უცნობისა, არამედ უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აქვთ, ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აქვთ ეს წაწიახსვლები, პასაჟები, წაცდენები შიოს სასარგებლოდ. ბიზნეს უნდა ხაზგასმით ვამბობ ამას უკვე მეოთხე თუ მეხუთე ვიდეო ბლოგი ამ თემაზე, რასაც ვწერ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყოს ჩუმი და ლაპარაკობდეს მხოლოდ ქრისტეზე. პოლიტიკურ საკითხებში, ან ფართო გაგებით პოლიტიკურ საკითხებში არ უნდა ყოფდეს ცხვირს, რა თქვენი საქმე, ამას ვერ უბედავდა ილია მეორეს, ან თუ უბედავდა, ვერაფერს ვერ გახდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ილია მეორე მაინც ჯიუტი კაცი იყო, მისთვის ვინ და ივანიშვილი არ იყო ავტორიტეტი. წერტ ავტორიტეტი არ ხავდა, მეთქი ამას თუ ვიტყვი, არც ეს იქნება გადაჭარბებული ილია მეორეს. და ბიზინა ივანიშვილის ეს
ზემოიმერული არავის არ აღინება ოღონდ შეუნაწყობა ცხადია ხო რაღაცა გაძრომულ გამოზრომი მისთვის მახასიათებელი მაინც და მაინც რეგიონზე ვარ გავამახვილოთ ყურადღება ხო რაღაც შემოვლითი გზებით მოგდვის ცდილობები საპატრიარქოსი და ცალკეული მაღალი იერარქებისა ხო ასაკვირველია დასრულდებოდა ფიასკოთით აქვე რასაკვირველია უნდა გავიხსენოთ რომ კრებსების უკან რასაკვირველი არის ბიზინა ივანიშვილი ვიცით ჩვენ შეუძლებელია მას არ ცოდნოდა წინასწარ ის ციანიდის ამბავი შეუძლებელია წარმოუდგენელია ის დისკრედიტაცია რაც ხდებოდა წლების განმავლობაში სამღვდლო პირებისა ცხადია ბიზინასთან იყო გადასახმებული და ამ ყველაფერს ბიზინას და დისკრედიტაცია შეიძლება მოახდინო მათ შორის სასულიერო პირისაც და რამდენადაც კაბა აცვია და ჯვარი უკიდია შეიძლება ერა ნამდვილად მოეთხოვება მას მეტი და რაც ეწერა კრებსებში ბევრ მათგანზე სიმართლე არის ან ნაწილობრივი სიმართლეა მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ამას იყენებდა ინსტიტუციის მოსარხებებად იმიტომ რომ მან მოსრა მოავერანა ყველა ინსტიტუცია განათლება ჯანდაცვა ხო მოავერანა ეკლესიის მოსპობას ლამობს და სურვილი აქვს თავდაცვა უსაფრთხოება შინაგან საქმედაც ამის რო ნახე რას გვანან ჩვენი თუნდაც პატრულის თანამშრომლები აღარ ლაპარაკობ კრიმინალურ პოლიციაზე და რაღაც გედედეზე და ასე შემდეგ თავდაცვის ძალებიც მოსპობილია იუსტიციაში შესულხართ ბოლო ხანებია კატასტროფაა თუ მართლა 5 წუთში ნუ პირობითად 17 წუთში იღებდი რაღაც დოკუმენტს ეხლა წარმოდგენა არა ოპერატორების 70%-ს რას ბეჭდავს როგორ უშუალოდ მე შევესწარი ამას და მე შემემთხვა ერთი თუ ორი ამბავი და გავიარე რაღაც რთული მოსახვეები უშუალოდ იუსტიციაში საათ გამისამართებენ რომ ბევრი და მოარღვია ივანიშვილი ამიტომ გაგვიჭირდება ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ივანიშვილის შემდგომ ამ ქვეყნის მართვა გაუჭირდება პოლიტიკურ ძალებს რომლებიც მოვლენ სათავეში არავის უსურვებ მეთქი ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კოალიციური მთავრობამ ესეც ფაქტია და აი ბიზნეს ყველაფერი ბჭყალებში კარგი იმიტომ აქვს გაკეთებული მათ შორის იმიტომ კი არა პირველ ყოვლისა რომ მოახდინოს დისკრედიტაცია ამა თუ იმ ინსტიტუციისა და დეინსტიტუციონალიზაცია მოხდეს დესუვერენიზაცია შესაბამისად ჩვენი ხა სხვა თემაზე გადავედი მაგრამ მაინც ბიზნესი ცდილობს ინტერვენციას აღონ თავად არ გამოჩნდება და ამბიონებიდან ღვთელმსახურები ყველა დონეზე ყველა სოფლისა თუ ყველა ქალაქისა უნდა ლაპარაკობდნენ მხოლოდ ქრისტეზე და არავითარ შემთხვევაში ეკოლოგიაზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე, პოლიტიკაზე, ლარზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ. ეგეთით თქვენს ტყავში. აი ეს არის ბიზნეს მესიჯი ყველასთვის თუ გინდათ რომ გაგიყვაროთ. აი ამ სამი კანდიდატიდან ორი ხაზგასმით ვამბობ, ამ სიტყვას ეგდეც აღარ მოვიშველიებ ახლა, მაგრამ საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტება ესენი არიან შიო და დანიელი თუ მას მისცეს უფლება კენჭისყრაში მონაწილეობისა, უпроსორად კანდიდატად საკუთარი თავის დასახელებისა ან სხვა რო დაასახელოს ის პატრიარქობის კანდიდატად. ამ სამეულში ჯიუტი კაცია ო ამბობენ იობი, ამ სამეულში ვაგლახ რომ მე ცუდზე უკეთესი მირჩევნია, ანუ უარესზე უკეთესი მირჩევნია, პერსონალურად მე როგორც ერთ შვილს ამ ქვეყნისა. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ნახოთ, ესე რომ ამბობენ ხოლმე. ღვთელმსახურებიც ამბობენ ეს გორი. ნახოთ, მოკლედ როგორ განვითარდება მოვლენები, პროცესები.